ჟენევაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ფონზე გაზეთმა ტელეგრაფმა და საინფორმაციო სააგენტო როიტერსმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ასევე შეიმუშავეს 28 პუნქტი, რომელიც ეფუძნება მეტწილად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ 28 პუნქტს, თუმცა არის არსებითი განსხვავებები. მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა თავდაპირველად იმ 28 პუნქტს, რომელიც გავრცელდა რამდენიმე დღის წინ, როგორც ევროპაში, არამედ უკრაინაშიც, ამერიკის შეერთებული შტატების შიგნითაც ორივე პარტია, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც აცხადებდნენ, რომ უმეტესწილად რუსეთის სასარგებლოდ არის შედგენილი ეს 28 პუნქტი, რაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა და სწორედ ამის ფონზე, როგორც ტელეგრაფი და როიტერსი უწყება, ევროპულმა ქვეყნებმა, კონკრეტულად საუბარი არის დიდ ბრიტანეთზე, გერმანიასა და საფრანგეთზე, მათაც შეიმუშავეს გეგმა თუ როგორ ხედავენ ისინი ომის დასრულებას უკრაინაში. მე წაგიკითხავთ რამდენიმე პუნქტს, რომელიც არის წარმოდგენილი და გავრცელებული ორივე მედია ორგანიზაციის ვებგვერდზე. პირველი პუნქტის პირველი ნაწილი დადასტურდება უკრაინის სუვერენიტეტი. რუსეთსა და უკრაინას ასევე ნატოს შორის დაიდება ყოვლის მომცველი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება. ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული ყველა ბუნდოვანება მოგვარდება. რაც შეეხება მესამე პუნქტს, როიტერსი აღნიშნავს, რომ ალტერნატიულ ვერსიაში წაშლილია მესამე პუნქტი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების გეგმის შემთხვევაში ეწერა, რომ მოსალოდნელია, რომ რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო არ გაფართოვდება. მეოთხე, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთსა და ნატოს შორის დიალოგი დაიწყება უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად და დეესკალაციური გარემოს შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილი იყოს გლობალური უსაფრთხოება და გაიზარდოს კავშირები და მომავალი ეკონომიკური შესაძლებლობები. უკრაინა მიიღებს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს. მშვიდობიან პერიოდში უკრაინის სამხედრო ძალების რაოდენობა შემოიფარგლება 800,000-მდე. ნატოში უკრაინის გაწევრება დამოკიდებულია ალიანსის წევრების კონსენსუსზე, რომელიც არ არსებობს. ნატო თანახმად მშვიდობიან დროს უკრაინაში მისი მეთაურობის ქვეშ მუდმივად არ განათავსოს ჯარები. ნატოს გამანადგურებლები პოლონეთში განლაგდებიან. ამერიკული გარანტიები ნატოს ქარტის მეხუთე მუხლის მსგავსია. როგორც ხედავთ, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება. ერთ-ერთი პირველი არის სამხედროების რაოდენობა. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ევროპული გეგმა არ ითხოვს უკრაინის არმიის შემცირებას 600,000-მდე, როგორც ეს თავდაპირველად 28 პუნქტში იყო წარმოდგენილი. მშვიდობიან დროს ლიმიტი უნდა იყოს 800,000-მდე სამხედრო. ასევე ტერიტორიების საკითხიც არის განსხვავება. საკამათო ტერიტორიებზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან, შეხების ხაზიდან. ამერიკული გეგმა კი ამბობდა, რომ ამ ხაზით უნდა გაიყოს მხოლოდ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები, ხოლო ყირიმი, ლუჰანსკი და დონეცკი დე-ფაქტო რუსეთად უნდა აღიარებულიყო ამერიკულ გეგმაში. ნატოს საკითხთან დაკავშირებით ევროპული გეგმა არ გრძალავს უკრაინას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ნატოში გაწევრებზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ალიანსის წევრების კონსენსუსზე, რა თქმა უნდა, დამოკიდებული. რუსეთის აქტივები ევროპაში ამ საკითხზეც არის განსხვავება. ევროპული გეგმა ითხოვს, რომ ისინი დარჩეს გაყინული მანამ სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს და ასევე განსხვავება არის არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნები სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უნდა ჩატარდეს, რაც შეიძლება მალე და არა 100 დღეში, როგორც ეს ამერიკულ გეგმაში მანამდე იყო წარმოდგენილი.